მოგესალმებით კოლეგებო. მოგახსენებთ, რომ აჭარის განათლების ფონდმა ბათუმის მასწავლებელთა სახლმა მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე სიტუაციებიდან გამომდინარე დააგეგმა ვებინარების ჩატარება მასწავლებელთათვის, რათა მათ დახმარება გაუწიონ დისტანციურად სწავლების მექანიზმების დაუფლებაში. რა თქმა უნდა, ეს თითოეული ჩვენგანისათვის არის დიდი გამოწვევა, ეს თითოეული ჩვენგანისათვის არის ამავე დროს სიახლე, მაგრამ მე სრულებითად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პედაგოგები ამ გამოწვევას თავს წარმატებით გაართმევენ. რაც შეეხება დღევანდელ ვებინარს, მას წარუძღვება ორი ტრენერი, მე ლუიზა რელიშვილი, რომელიც გახლავართ აჭარის განათლების ფონდისა და ბათუმის მასწავლებელთა სახლის ტრენერი გეოგრაფიის მიმართულებით, ამავე დროს მუშაობ ქალაქ ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად და ჩემთან ერთად ვებინარს წარუძღვება ქალბატონი ქეთევან ბასილაძე და იგი მოგესალმება ეხლა. მოგესალმებით ქალბატონო ქეთევან. მოგესალმებით ლუიზა, მივესალმები მაყურებელს. მე გახლავართ ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლის და სკოლა ევრო 2000-ის ფიზიკის პედაგოგი, ასევე აჭარის განათლების ფონდის ბათუმის მასწავლებელთა სახლის ფიზიკის საგნობრივი მიმართულების ტრენერი ქეთევან ბასილაძე. დიახ ლუიზა, თქვენ მართალი ხართ, მთელი მსოფლიო და მათ შორის ჩვენ ქართველი განათლების სფეროში მომუშავე პედაგოგები დავდექით ურთულესი აღმოცანის წინაშე. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს დისტანციურ რეჟიმში, ანუ საკლასო ოთახის გარეთ. ის, რაც მე პირადად ყველაზე მეტად მხიბლავდა და მომწონდა, ანუ მოსწავლეებთან უშუალო პირდაპირი ურთიერთობა, უკვე ჩაანაცვლა კომპიუტერის მონიტორიდან კომუნიკაცია. სკოლებმა და მასწავლებლებმა აქტიურ რეჟიმში დაიწყეს სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის გამოყენება და ახლა უკვე საკუთარი სახლებიდან შევუდექით ჩვენს პროფესიულ საქმიანობას. დღევანდელი ჩვენი ვებინარი სწორედ ერთ-ერთი ონლაინ პლატფორმის Microsoft Teams-ის ზოგიერთი ინსტრუმენტის შეთავაზებას ემსახურება პედაგოგებისათვის, რათა მათი გაკვეთილები გახადონ უფრო საინტერესო და მიმზიდველი. მაშასე ჩვენი ვებინარის სახელწოდება ეს არის როგორ გვეხმარება Teams-ი ონლაინ სწავლებაში, ანუ დისტანციური გაკვეთილების ჩატარებაში. რა თქმა უნდა, ვებინარს აქვს მიზნები. გაგაცნობთ მიზნებს. პირველი, დისტანციურად სწავლების პროცესში პედაგოგების უფრო გაბედულად ჩართვაში დახმარება. მეორე, ეს არის ციფრული აქტივობების გამოყენებისადმი ერთგვარი შიშის დაძლევაში მხარდაჭერა. ვინაიდან ეს ყველასთვის სიახლეა და გარკვეულწილად აქვს პედაგოგებს ციფრული აქტივობებისადმი ერთგვარი შიში. ამიტომ აი ამის დაძლევის მხარდაჭერაში გვინდა დახმარება გაუწიოთ. და მესამე, ჩატარებული გაკვეთილის ნახვით და ჩვენ შემოგთავაზებთ ინტეგრირებულ გაკვეთილს გეოგრაფიასა და ფიზიკაში, აი ამ გაკვეთილის ნახვით მასწავლებლებს გვინდათ რომ აუმაღდეთ თვითშეფასების და საკუთარ თავში, საკუთარი ძალების დამაჯერებლობის უნარი და თქვენ ამას ჩვენს შევძლებთ. მაგრამ ქეთევან აუცილებელია ვიცოდეთ რომ ისიც რომ მასწავლებლების გარკვეული ნაწილი სწორედ Teams-ის პროგრამაში და Teams-ის პროგრამით მუშაობას აძლევენ გარკვეულ უპირატესობას და საჭიროა ამ დროს შემდეგ კითხვებს გავცეთ პასუხი. რატომ ირჩევენ მასწავლებლები Teams-ში მუშაობას? ან რა განაპირობებს ამ პროგრამის კომფორტულობას? ამ კითხვებზე რომ პასუხი გავცეთ, ალბათ უნდა ვიცოდეთ Teams-ში მუშაობის უპირატესობები. და პირველი უპირატესობა, რომელიც შემიძლია გითხრათ, ეს არის რეგისტრაციის გავლა, ძალიან მარტივი ხდება Teams-ში. მეორე უპირატესობა Teams-ში მუშაობისას, ეს არის მას ახლავს გამოყენების ვიდეო ინსტრუქციები, რომელთა გათვალისწინებითაც მასწავლებლები ადვილად ახერხებენ მათში საქმიანობის შესრულებას. მესამე უპირატესობა გახლავთ ის, რომ პლატფორმა მრავალფეროვანი ინსტრუმენტის გამოყენების შესაძლებლობა იძლევა და მასვე შესაძლებელია დავალებების შექმნა, გაზიარება, ფაილების ატვირთვა, ჯგუფური მეცადინეობების წარმატება და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, ბოლო უპირატესობა ეს გახლავთ ის, რომ დრო ამ პროგრამის მიხედვით არ არის შეზღუდული.
საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს და ამიტომაც ირჩევენ სწორედ პედაგოგები Teams. დიახ, მე და ლუიზას გვაქვს რამდენიმე ათეული წლიანი გამოცდილება ერთობლივად მუშაობის, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ ერთსა და იმავე სკოლაში ვასწავლით და ჩვენ ერთობლივად გეგმავდით სხვადასხვა ღონისძიებებს, შეხვედრებს და მათ შორის გეგმავდით, რა თქმა უნდა, ინტეგრირებულ გაკვეთილებს. აი ხა გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი, ახლა უკვე ონლაინ გაკვეთილი, სადაც ორი საგნის გეოგრაფიისა და ფიზიკის ინტეგრირება. გაკვეთილი განკუთვნილია მე-7 კლასელებისათვის, საბაზრო საფეხურის მოსწავლეთათვის და თემა გახლავთ ატმოსფერული წნევა. გაკვეთილის პირველ ფაზაზე, როდესაც მასწავლებელი სხვადასხვა მეთოდით, აქტივობით გააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას, ამის შემდგომ უკვე, როდესაც დარწმუნდება, რომ შესაძლებელია ახალი მასალის დაშენება, შეიძლება ახალი თემის მიწოდება დაიწყოს სწორედ Teams-ის ერთ-ერთი ინსტრუმენტის გამოყენებით. ეს გახლავთ დესკტოპის გაზიარება, რომელზეც მას ექნება, ვთქვათ, პრეზენტაცია, ან შეიძლება უხვად გვაქვს ფიზიკაში, ვთქვათ, ვირტუალური ლაბორატორიის სიმულაციები, ვიდეო და ასე შემდეგ. ამჯერად მე შემოგთავაზებ, მე და ლუიზამ შევარჩიეთ ერთ-ერთი ესეთი ვიდეო, რომელშიც არის წარმოდგენილი სწორედ ატმოსფერულ წნევაზე საუბარი, რაც მოსწავლეებში მეტი мотиваციის უნარს გაზრდის. მაშასე რა თქმა უნდა, უკვე ვიდეოზე და ეკრანზე გამოჩნდა დედამიწა, მის გარშემო არის ჰაერის გარსი, რომელსაც ეწოდება ატმოსფერო და წითელი ისრები მანიშნებელია იმის, რომ როგორ აწვევა ატმოსფერო დედამიწის ზედაპირს. მოსწავლეს შეუძლია ძალიან კარგად, ანუ აი ეს დაინახოს ვიზუალურად. დიახ, რა თქმა უნდა. და ვიცით, რაც არის წნევა, ეს არის ერთეულ ფართობზე ზედაპირის მართობულად მოქმედი ძალა, რომლის განზომილება საერთაშორისო ერთეულთა სისტემაში არის პასკალი. ანუ 1 პასკალი ეს არის 1 ნიუტონი კვადრატულ მეტრთან. ხოლო ატმოსფერული წნევის ერთეულად კი მიღებულია მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტისა. ატმოსფერული წნევის რიცხობრივი მნიშვნელობა არის საკმაოდ დიდი. ეს არის 101.300 პასკალის ტოლი. საკმაოდ დიდი რიცხვია რა, 101.300 ნიუტონი კვადრატულ მეტრზე. აი ბავშვებისათვის რომ ცოტა ნათელი გავხადოთ რა ძალაა ეს. დავუშვათ 1 კვადრატული მეტრი ფართობის, ზედაპირის ფართობის მქონე მაგიდას რომ აწვებოდეს 101.000 ნიუტონი ძალა. მაგრამ კეთი მიუხედავად ამისა, ამდენად ძალისა და წოლისა არ ხდება მაგიდის დეფორმირება. და ეს იმით არის გამოწვეული, ვინაიდან სწორედ ამდენივე წნევის წნევა აწვევა მას ქვემოდანაც და ესე ვთქვათ გათანაბრებულია ამ შემთხვევაში აი ეს წნევა. დიახ, გეთანხმებით ლუიზა, აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით. აქ არის ანუ ძალების გაბათილება, იმიტომ რომ ზევიდან და ქვევიდან მოქმედი ძალები ტოლია. და ასევე არის ადამიანის შემთხვევაშიც. ჩვენ როდესაც წნევაზე ვლაპარაკობთ, იქ ბავშვებს ვეუბნები, რომ ადამიანს აწვება 10 ტონის, ვთქვათ, ატმოსფერული წნევა. ანუ ამ ზომის ატმოსფერული წნევა. მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი ამას ვერ შეიგრძნობს, ვინაიდან შინაგანი წნევით არის გათანაბრებული. მართალია ლუიზა. კოლეგებო, მინდა გითხრათ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შეგიძლიათ აჩვენოთ ასევე ექსპერიმენტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური საგნებისათვის მოგხსენებათ. ვთქვათ, თვითონ მასწავლებელმა გადაიღოს ექსპერიმენტი სახლის პირობებში და აჩვენოს, ან კიდევ ჩამოტვირთოს, ვთქვათ, რომელიმე არხიდან. აი, ჩვენ ნახეთ ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტი, სწორედ ატმოსფერული წნევის შესახებ. ავწეროთ პროცესი, ჭიქაში ასხამენ წყალს, ბოლომდე ავსებენ, შემდეგ აფარებენ მუყაოს თხელ ფურცელს, ცოტა ხნით აჩერებენ წყლის ზედაპირზე, რომ წყალი მიეკრას ფურცელს და ამის შემდეგ ჭიქას გადმოაპირქვავებენ. დიახ, მოსწავლეები ხედავენ, რომ ფურცელი არ ვარდება. ანუ წყალი არ იყვება.
დიახ, რაშია საქმე? მაგრამ კეთი აქ მე დავაკვირდი რომ აი ჭიქი ზედა ნაწილში არის სიცარიელე და აი ამ სიცარიელეს აი დაეწერა უკვე რომ ეს არისო ვაკუუმიო. ალბათ ძალიან კარგი იქნება რომ მასწავლებელმა ამ დროს შეაჩეროს ვიდეოს ჩვენება და ბავშვებს დაუსვას კითხვა, რათა გამოათქმევინოს ვარაუდები. აი კითხვა შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ასე. თქვათ, როგორ ვარაუდობ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ეს ვაკუუმი ამოიცება ჰაერის რაღაც ნაწილი. Ai საინტერესო იქნება ბავშვები ამ შემთხვევაში რა სავარაუდო პასუხებს მიაწოდიან მასწავლებლებს. ეხლა რატომღაც უცებ მომივიდა აი ეს იდეა და ეს არ შემეძლო რომ არ მეთქვა. და მაინც მე როგორც მოსწავლე, ეხლა ნეტე რა მოუვა, აი დაგისვამ თქვენ. ზუსტად ეგ არის, მართალია ლუიზა. ანუ ამ ფურცელს იჭერს როგორც თქვით ატმოსფერული წნევა, ხოლო წყალში არსებული წნევა, რომელიც ახლა გამოისახება ლურჯი ისრებით, არის ძალიან სუსტიც, მცირე რაოდენობით და შესაბამისად გარე ატმოსფერულ წნევას ვერ უწევს წინააღმდეგობას. მაგრამ აი ზუსტად რა თქვენ აღნიშნეთ, ვაკუუმის ნაწილში ჰაერი რომ შეუშვათ. შეხედეთ, თუ კი გავბურღავთ ჭიქის ფსკერს, ასეთ შემთხვევაში ჰაერი შევა, ხო? ეს მოსწავლეები თანდათან მივლენ პასუხამდე და როგორც ხედავ, ჭიქიდან დიახ წყალი ჩამოიყრება. და კეთი, ამ დროს შეიძლება მოსწავლეებს შორის იყოს მოსწავლე, რომელმაც წინასწარ ივარაუდა, რომ შესაძლებელია წყლის ჩამოღრავა. წარმოიდგინეთ, მისი ემოცია როგორი იქნება, როცა მისი ვარაუდი გამართულდება. დიახ, რა თქმა უნდა. იცით, ასეთი აქტივობებით სწორედ უფრო საინტერესო მრავალფეროვანი ხდება გაკვეთილი და მოსწავლებიც უფრო მეტად ჩართულები არიან. ახლა მაინც მოგვეცა საშუალება, რომ ყოველ გაკვეთილზე გქონდეს ინტერნეტი, ეს ფუფუნება და შევძლოთ საინტერესო ელექტრორესურსების მოსწავლეებისათვის მიწოდება. ხო, მასია ლუიზა? აქ თუ ისე დიდი დროა ეხლა გასული და ჩვენ ფაქტიურად ორი რესურსი გამოვიყენეთ და ამის შესაძლებლობა მოგცა Teams-ის პროგრამაში მუშაობა. პირველი რესურსი ეს იყო პრეზენტაცია და მეორე რესურსი ეს იყო უკვე ვიდეო რესურსი, რომელშიც აგრეთვე ჩატვირთული იყო ექსპერიმენტი. და როგორც გითხარით, ბავშვებისათვის ეს თავიანთ მიერ გამოთქმული ვარაუდებით ძალიან კარგი იქნებოდა და რა თქმა უნდა თვითონ ეს უკვე რაღაც ახალისებს საგაკვეთილო პროცესს. გეთანხმებით, რა თქმა უნდა. ატმოსფერული წნევის შესწავლის დროს აუცილებლად მოსწავლეებს ვეუბნებით, რომ იგი ცვალებადობას განიცდის სიმაღლის მიხედვით. დარწმუნებული ვარ, გეოგრაფიის კურსშიც ასეა მოწოდებული, ანუ ყოველ 10 მეტრ დაახლოებით 10 მეტრ სიმაღლეზე ასვლისას წნევა ეცემა 1 მილიმეტრი ვერცხლისწყლის სვეტს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენაც ვეუბნებით მოსწავლეებს, როდესაც მე ატმოსფერულ წნევაზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ მე შემომაქვს ესეთი განმარტება, რომ აი ამას რაც თქვით თქვენ, ეწოდება ბარომეტრული საფეხური. მაშ ასე კონკრეტდები, ბარომეტრული საფეხური ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც წნევა სიმაღლის მატებასთან ერთად ეცემა ყოველ 10 მეტრზე 1 მილიმეტრი. ამას უწოდებთ ბარომეტრულ საფეხურს. დიახ, ეს ტერმინი ლუიზა მინდა გითხრათ, რომ არ არის ფიზიკის კურსში და ამიტომაც არის სასარგებლო ორი საგნის ინტეგრირება, აი ტრანსფერი ერთი თქვათ დისციპლინიდან მეორეში. საინტერესოა. ანუ გავთვალოთ ლექსიკაც ამავე დროს. დიახ, რა თქმა უნდა. ანუ საგნობრივი ლექსიკა. საგნობრივი ლექსიკა. დიახ, თუ კი აი ამ დამოკიდებულებას ბარომეტრულ საფეხურს გავითვალისწინებთ, მარტივი მათემატიკური გამოთვლებით შევძლებთ დაუშვათ მთის სიმაღლის თუ შენობის თუ თვითმფრინავის ფრენის სიმაღლის დადგენას და ზუსტად ამაზე შესაძლებელია მოსწავლეებს შევთავაზოთ დავალება in DAP-ის გამოყენებით. აი ზუსტად ეს ამ პლატფორმას აქვს ძალიან საინტერესო რესურსი, ეს არის in DAP-ის გამოყენება. ლუიზა, მოდით ახლა გავაზიაროთ in DAP-ა. ეს DAP-ა უპირატესია იმ მხრივ, რომ შესაძლებელია როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ იმუშაოს თავისუფლად.
აი, გაიცნა in დაფა. კარგი, ლუიზა, თუ შეიძლება გამოსახე მთა და დავუშვათ ზღვის დონე. დავიწყებ ის გამოსახვა, რამდენადაც შემეძლება, პიკიც ეგ წვეტიანი მწვერვალი გამოსახე. ანუ აი გამოსახე და აი წყლის დონე. აი აქ უკვე მიუთითოთ წყალი, ვინაიდან ეს არის ზოგადად ჰიდროგრაფია არის ლურჯი ფერით, რა თქმა უნდა, ლურჯი ფერით გავაკეთე აი ეს ხაზები. ანუ ამის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ აი ამ დაფაზე მუშაობა შეუძლია ორივეს ერთად, როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეს. დიახ, ზღვის დონეზე რამდენია ატმოსფერული წნევა? ანუ ნორმალურ ატმოსფერული წნევა გაქვს მხედველობაში. ეს არის 760 მმ და მე ახლა ამას ზღვის დონესთან მივაწერ. 760 მმ. კი ბატონო. მოდით ვთქვათ მთის წვერზე იყოს დავაფიქსიროთ 600 მმ ვერცხლის წყლის სვეტი. ანუ 600 მმ. დიახ. 600 მმ. კი ბატონო, აი დაფიქსირდა. შვენიერია. მოდით გავიგოთ აი ამ მთის სიმაღლე. აი, სიმაღლე. გამოვიყენოთ ბარომეტრული საფეხური, როგორც აღნიშნეთ და დავადგინოთ აი ეს h სიმაღლე. ანუ სიმაღლე რო დავადგინოთ, ქეთი 760, რა თქმა უნდა, 760 უნდა გამოვაკლოთ 600. 600 მმ და რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება თუ კი ამას ფრჩხილებში მოვათავსებთ. შემდეგ გავამრავლოთ 1000-ზე და იგი ტოლი იქნება 1600 მეტრის. კი, 1600 მეტრის ტოლი. მადლობა. ანუ ნახეთ, in დაფის გამოყენებით შეიძლება ამოცანის დიაგრამის ჩვენება, გრაფიკული გამოსახვა, დახატვა, დაბეჭდვა, აი ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს. ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს, მაგრამ აი ეს არის აქტივობა სავარჯიშო, რომელიც ჩვენ წნევასთან მიმართებაში გვეუბნება, როგორ იცვლება და გვაჩვენებს პირველ რიგში წნევის ცვალებადობა სიმაღლის მიხედვით. მაგრამ ჩვენ გეოგრაფებს წნევის ცვალებადობასთან, როდესაც ვლაპარაკობთ წნევის ცვალებადობაზე, მას მოსწავლეებს უჩვენებთ წნევის სარტყლების რუკას და ვეუბნებით რომ წნევა იცვლება არა მარტო სიმაღლის მიხედვით, წნევა იცვლება განედების მიხედვით, ეკვატორიდან პოლუსებისაკენ და ამის თვალსაჩინოდ ჩვენ მათ უკვე რუკას შესაბამის რუკას ან გამოსახულებას ვაჩვენებთ. ეხლა მოდი იმ დაფა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აი ეს რუკა ან მსგავსი გამოსახულება ჩვენ ვაჩვენოთ მოსწავლეს, მაგრამ ამისათვის ჩვენ ეს მასალა წინასწარ უნდა გქონდეს ჩვენ საქაღალდეში, ესე იგი მოთავსებული და იქედან უნდა მოხდეს მისი გადმოტვირთვა და ეხლა ხდება სწორედ მისი გადმოტვირთვა. აი ეს არის ფაქტიურად სარტყლების სქემა, შეგვიძლია დავარქვათ მას სქემაც და რომელიც გვიჩვენებს, რომ წნევის სარტყლები დედამიწაზე არის 7, აქედან 3 არის დაბალი წნევის სარტყელი, ხოლო 4 მაღალი წნევის სარტყელი და რომ ეკვატორიდან პოლუსებისაკენ წნევა ნელ-ნელა, რა თქმა უნდა, ცვალებადობას განიცდის. საინტერესოა ძალიან. აი ესეთი სქემის, რუკის თუ ასე შემდეგ სურათის გაზიარება. დიახ, ნამდვილად. მადლობა ლუიზა. კარგით, ჩვენ შეგვიძლია დავბრუნდეთ კვლავ სამუშაო რეჟიმში. გაკვეთილის ბოლოს, როდესაც უკვე რეფლექსიის ფაზა და ანუ როცა უკვე გვინდა შევამოწმოთ ჩვენი მოსწავლეების ცოდნის დონე, თუ რა და როგორ გაიგეს ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ ტესტირებას, კვიზი, ერთგვარი კვიზი. დიახ, ჩემი კოლეგა ახლა წარმოგიდგეთ, როგორ შეიძლება მარტივი ტესტის შედგენა. ლუიზა, თუ შესაძლებელია, დავიწყოთ ტესტის შედგენა. მოდით, ბევრი დრო რომ არ დაგვეკარგოს,
ეს ტესტი იყოს ძალიან ისე მოკლე შეკითხვა და ასევე არჩევით პასუხიანი. ხო, უპირატესობა მივანიჭოთ ამჯერად არჩევით პასუხიან ტესტს. ძალიან საინტერესო იქნება პედაგოგებისათვის, ვინაიდან ამ ტიპის ტესტები გამოადგებათ როგორც ვთქვათ, მიმდინარე გაკვეთილის წარმართვისას, ასევე შემაჯამებელ გაკვეთილზე, ხომ, ვთქვათ, დასკვნითი გაკვეთილის დროს და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის ძალიან სასარგებლო რესურსი. ძალიან ნელა იტვირთება ეს არის რა თქმა უნდა ინტერნეტის ბრალი და ამ შემთხვევაში ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ. გარდა იმისა, რომ დაველოდოთ, როდის ჩამოიტვირთება მასალა. დიახ. აი, გაიხსნა უკვე გარკვეული ფანჯარა, აქ ბევრი ტესტებია შედგენილი, მაგრამ მოდით შევიდეთ ამ ფანჯარაში და მოდით ზედმეტ აი პირდაპირ შევალ არჩევით პასუხიან ტესტის შექმნის ფორმატში. აი შევედი, გამოჩნდა ტესტი, აი ეს არის ტესტი, აი ეს ამ ნაწილში არის ეს ტესტი. ნუ აქ ქვედა ნაწილში თქვენ იცით უკვე წინა ვებინარებიდან გამომდინარე, რომ აი ესე ვთქვათ გავააქტიუროთ ის მომენტები და ის ნიშნულები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ეს აუცილებელია ყველა ბავშვისთვის, აგრეთვე გავააქტიუროთ ვარიანტები პასუხების და ქულის, რა თქმა უნდა, ეს არის ერთქულიანი. ეხლა, რა თქმა უნდა, შემდეგ გადავიდეთ აი კითხვაზე, რა კითხვა ჩავსვათ აქ. ანუ ამაზე ეხლა თქვენ გარკვეული ინფორმაციები გაქვთ ინსტრუქციებიდან გამომდინარე, ჩვენ უბრალოდ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით შევარჩიეთ ტესტი. ახლა ბევრი დრო რო არ წაიღოს ამას, მე პირდაპირ დაკოპირებული მაქვს, ესე ვთქვათ, აი ეს კითხვა დაწერილი მაქვს და პირდაპირ დავაკოპირებ და პირდაპირ ჩავსვა. დიახ, და ალბათ თქვენაც ხედავთ ეკრანზე რას ვაკეთებ. მე ამ შემთხვევაში აი ჩაისვა უკვე კითხვა და აი აქ უკვე სურათის ჩასმის შესაძლებლობას მაძლევს აი ეს ტესტი. და როდესაც მასზე დავაწყაპუნე, უკვე გაიხსნება ფანჯარა, რომელშიც გამოსახულებები ან სურათები, მათ შორის რუკები შეიძლება იყოს ჩატვირთული, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ვირჩევ ჩემს სახალხში არსებულ სურათს ამ თემასთან მიმართებაში, რომელიც ყველაზე კარგად ესე ვთქვათ შეესაბამება ამ თემას. ამიტომაც აი უკვე მიმდინარეობს ჩამოტვირთვა. მაგრამ აი აქ უკვე ვარიანტებში, პასუხების ვარიანტებში მე ვწერ პირველი 750 ვთქვათ იქ მილიმეტრი, შემდეგ რა თქმა უნდა მე მეორე ვარიანტში, ესე ვთქვათ, მეორე ვარიანტში უკვე აქ იწერება, ვთქვათ, 660 მილიმეტრი და თუ კი ჩვენ გვინდა მესამე ვარიანტით, აი მას ვაწყაპუნებთ დამატებას და აქ უკვე მესამე ვარიანტსაც ჩავჭერთ. მაგალითად 590 მილიმეტრი. მას ასე, აი ფაქტიურად უკვე თქვენს წინაშე არის უკვე გამზადდა უკვე ტესტი და ჩვენ შეგვიძლია უკვე სხვა ტესტებზეც გადავიდეთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არ არის ყველა ტიპის ტესტი შემოგთავაზოთ, არამედ ჩვენ შემოგთავაზეთ ტესტი გაკვეთილის თემასთან მიმართებაში, ძალიან სწრაფად ავკრიფეთ ეს ტესტი. ამ ტესტის აკრიფვა შეიძლება ფაქტიურად გაკვეთილის ბოლოსაც, ან შეიძლება 5 წუთით ადრე ვთქვათ დასვენებაზე და მაშინათვე შევთავაზოთ მოსწავლეს, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ აი მე რატომ მომწონს ეს ტესტი. იმიტომ რომ ეს არის არჩევით პასუხიანი ტესტი და ხშირად ჩვენი მოსწავლეები დაუფიქრებლად შემოხაზავენ პასუხს. მაგრამ აი
ტესტის ეს სახე უკვე მას ანუ მოსწავლეს გულისხმობ არადლევს სწრაფად შემოხაზვის საშუალებას პასუხისას და რატომ? იმიტომ რომ პირველად უნდა წაიკითხოს აი რა ეტაპები უნდა გაიაროს მოსწავლემ აი ამ ტესტში პასუხამდე რომ მივიდეს. პირველი წაიკითხოს რა თქმა უნდა პირობა, მეორე დააკვირდეს სურათს. მესამე დააკვირვების შემდეგ აღმოაჩენს სიმაღლეს, რომელიც მას გაახსენებს ბარომეტრულ საფეხურს. მეოთხე, მერე იწყებს გაანგარიშებას და მეხუთე, რასაც აკეთებს გონებაში უკვე მოსწავლე, მერე მიდის უკვე პასუხის აღნიშვნამდე. ამიტომ სწორედ სურათი იძლევა ამის საშუალებას, რომ უცებ კი არ შემოხაზოს, არამედ დააკვირვებით მთელი ეს ფაზები გაიაროს და ისე შემოხაზოს პასუხი. ამიტომ მიმაჩნია რომ ეს კითხვა არის და ეს არის ძალიან კარგი და ამის შესაძლებლობას იძლევა. დიახ, მადლობა, საინტერესო იყო. ანუ ტესტის შედგენა სულ რამდენიმე წუთში მოახერხა ლუიზამ. ანუ როგორც აღნიშნა, შეუძლია მასწავლებლებს გაკვეთილამდე, ანუ ვიდეო ჩართვამდე რამდენიმე წუთი გამოყოს მის დროსაც დაზოგავს და რა თქმა უნდა მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებაც მარტივად მოხდება. საინტერესო იყო. ამრიგად ძვირფასო კოლეგებო, ჩვენი დღევანდელი ვებინარი დასასრულს უახლოვდება. ვფიქრობ, სასარგებლო და ნაყოფიერი იყო ჩვენი რჩევები, ინსტრუქციები და იმეც ვიტოვებთ, რომ აი ამ ინსტრუქციების გათვალისწინებით მარტივად შეძლებთ ონლაინ გაკვეთილების საინტერესო დაგეგმვას და ჩატარებას. აქვე მადლობას გადავუხდი ქალბატონ ლუიზას თანამშრომლობისთვის. ჩვენ ერთგვარად ვავსებდით ერთმანეთს, სწავლობდით ერთმანეთისგან და ვასწავლიდით და მადლობა ლუიზა თქვენ ამ სიამოვნებისათვის. სწორედ ეს არის თანამშრომლობა, კოლეგიალობა, რომლის შესაძლებლობაც სწორედ აი ამ დისტანციურმა სწავლებამაც გვასწავლა. დიახ, რა თქმა უნდა. მადლობას ვეუბნებით ასევე ბათუმის მასწავლებლის სახლის მათემატიკის საგნობრივი მიმართულების ტრენერს ბატონ როინაკაიძეს გაწეული დახმარებისათვის. ნაიდან ონლაინ სივრცეში ორიენტირება ჩვენთვისაც სიახლის წარმოადგენს, ამიტომ ჩვენი ტრენერი კოლეგებისაგან ვღებულობდით ტექნიკურ მხარდაჭერას. მადლობა როის. ამით ჩვენი ვებინარი დასრულდა, კოლეგებო, ჩვენ ველოდებით შეკითხვებს თქვენგან, რჩევებს, ასე რომ კარგად ბრძანდებოდეთ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და წარმატებებს კარიერაში. ნახვამდის.